აი ძირფას ტელემაყურებელო ჩვენ მოვედით ჩვენ სტუდიაში, მაგრამ არ გვინდა გადაკვეთა ზღურბლის, იმიტომ რომ რამე ექსცესი არ მოხდეს. ალო. ჩვენ მოვედით, მოვიტანეთ განცხადება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის სახელზე. ეს რო იღება, იცით? ხელს გამოყოფ და იღება. არ გამოყოფ. აი რო გამოყოფ, იღება. ეს ხალხის ტერიტორია. ხო და ვიცი, ხო და არ შემოვედი რა. ისა განცხადება მოვიტანე. ოღონდ ეხლა არ არის კანცელარის თანამშრომელი, რომ ნომერი მოგცეთ. არა, კანცელარის თანამშრომელი კი არა. არასოდეს არავინ არ არის, ეგ გასაგებია, მაგრამ. როგორ არ არის? აბა ვინ არის? ამ წუთას არ არიან. არა, ისი არის აქ რეგიონალური სამსახური და მოიყვანე აბა რეგიონალური სამსახური. რეგიონის მითხარი ასახებოთ. რა ხდება? პრობლემა რა სახება? კაცო, მე მინდა რომ ჩაიბარო, მაგრამ არა, ეგრე ჩაიბარო არ მინდა. ნომერი მომეცი რომ ჩაიბარე რა. მოგცემ ტელეფონის ნომერს დარეკე. რა. მაგრამ აი დათო, კაცურად ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ აქ ვინმე იყოს რა. როცა არ მოდივართ არავინ არ არის. კაი, კარგად იყავ. აქ მიდიხარ? მივდივარ. აქ არ შეხვდეთ, არავინ არ არის. აბა გამოგვაგზავნეს აქ. რომ პასუხს გავუცენე. რასთან აკავშირებით უკაც რა? რატომ და უბედურობა რომ ხდება ამ ტექნიკურად, ამიტომ გამოგვაგზავნეს. ამ მე თუ ესე შემოდიან მე რატო არ შეიძლება რომ შემოვიდე? ეხლა შემოხვიდე რა უნდა გააკეთო? შემოვალ რა. არა, ჩვენ ჟურნალისტები. ხო. ისეთი მდგომარეობა ერთი წუთი დაინტერესებს. არ მიშვებენ ქალბატონო რომ გავაშუქო, ხო ხედავთ რა? ხო დამკიდათ, მე თვითონ გამოვიდი. ეს ჯერემ დაპასუხა. რა პრობლემაა? რასთან არის დაკავშირებული? ხო, ნუ გაჭირვებია თავისი. ძვირფას ტელემაყურებლებო, როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანი მიილწვის აი ამ ოფისკენ, სადაც არასოდეს არავინ არ არის, დღესაც არავინ არ იყო. ნუ ნახოთ ეხლა პრაქტიკულად ჩვენც გამოგვყარეს ამ ოფისიდან და ვიქეცით ტოლვილებად, იცით რომ ჩვენი სტუდია იყო ეს და გამოგვაგდეს და ვეღარ მიყავს გადაცემები. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, მივიდე იმ ხალხთან, რომელიც ასევე გამოგდებულია, ასევე ტოლვილია, ასევე დევნილია და ვნახოთ რა გამოვა აქედან. აბა წავედით. აი, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ მოვედით წეროვანის სოფელში, დასახლებაში. როგორ ქვია ზუსტად კი არ ვიცი. წეროვანის დასახლება, სოფელი თუ რა არის. და ნახოთ აბა რა ხდება. თქვენ საიდან ხართ? ახალგორიდან. აყოფილი ხართ ისე, ხო? კი, ხო არ გვიშორა ვართ რა. ხო. იცით რა მინდა გკითხოთ? აქ სადაც უნდა იყოს სააკაშვილის რეზიდენცია წეროვანში. მენდელიზევით თუ არ ვსწრები. რა არის რა ხდება? ტოლვილები რა ცხოვრობდნენ წესით და ხო არ რა ხდება? წევი? ხო, ეგრე თქვა, მიშა თქვა ერთი 2 წლის წინ ტოლვილებს უნდა მივცემ. ნუ კამს არ ვშევ შევაღწევ. არ ვიცი პირველად მესმის. კი ბატონო. კარგად მოწყობილ ხართ, ხო? იქიდან მაქვს წამოღებული. ყველაფერი? ეს რემონტი თქვენ არ გაიკეთეთ? არაფერი, რემონტი ჩვენი. რას ამბობენ, იცით რომ აი უხარისხოთ არისო ზოგიერთი სახლი აშენებულიო და ჩივილებიც იყო ამასთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ რა მითხრათ? ჩივილებს, რა ვიცი, ჩივილები პირველად რო გადმოვიდით, წყალი შემოდიოდა ფანჯრებიდან, მაგრამ ეს ჩქარა აშენდა და რა თქმა უნდა რომ ეხლა მაყოფილი ხართ, ხო? მუშაობთ სადმე? მუშაობ ვარამბოში. სადა? ვარამბოში მაყოფილები ხართ. ძალიან კარგი. აკავლები ძანდებით? აქ ცხოვრობთ? ხო. მაყოფილები ხართ? ვარა იგვერჩინა, მაგრამ არა, მე მესმის კაცო, ხო, იმას კი არ გეუბნები. Τι უნდა ვიყოთ მაყოფილები? როგორ დაგასახლეს, როგორი პირობებია იმასთან პირობები დაკავშირებით? არ არის კარგი. მაძლევდნენ რაღაცას, მოგვიხსნეს, დახმარებები მოგვიხსნეს, გაზის ეკონომია ჰქონდა, სულ მოგვიხსნეს ყველაფერი.
ბაბა გაჭირდება ცხოვრება. წელიწადი მაინც შევენახეთ, რომ ცოტა გაურკვეულიყავით ამ ცხოვრებაში. არ მუშაობთ? მე მუშაობ, მაგრამ რა მუშაობ და შივრები დავჭეროთ. არა, მესმის გასაგებია, მაგრამ აი აქ რომ შევიხედე ერთი სახლში, ცუდი არის, მოცილად მოწყობილები არის. რაც მე ახლა მეც მუშაობ არავით ისე, ვით არა მუშაობენ ისე თელონი. აი, ვისაც წვრილი შვილი ყავს, აი, ვისაც აქ არიან ეგეთები? ბევრი არიან, როგორ არიან? აა გავივლი და ვნახავ. აი, ის როგორები არიან, რომ 60 საზრდიან, არც ერთი არ ამუშავებს, საცმან არც და 24 ლარი და აბა დაველაპარაკები, აბა. ჭირვებულები არიან, ძალიან. დიდი მადლობა, კარგად გაგებია და უკაცრავად რომ გადაჭერეთ. ხო მე რა მინდა რომ საქართველოს იყოს თლიანი, მაგრამ ვავა, ამე ჯერჯერობით მაგის არავითარი შანსი არ აქვს. რა მაინტერესებს, კაცურად მინდა გითხო. აი რაც მოხდა 2008-ში, აგვისტოში, ომი რო იყო. ჩვენი ხელისუფლების ბრალეულობა არის იმაში? ჩვენ მოვიქეცით არასწორად რაღაცაში თუ ჩემამდე რაც არის მოსული, როგორც გლეხი. ხო, არა. და შენ როგორ ფიქრობ გულში? და მეც ესე ვიძახი. არა, არ საიცდებოდე უტვინო, აბა რა ვიცი. ჰა? ეგ არ საიცდებოდე უტვინო ჩვენ. ვინა? კაი. ბატია. Hello. How are you? Do you speak English? Do you speak English? No? Georgian? Russian? ქართული. მოგწონთ აკო? კაია, ვაჭრობა მიდის? კაია. მე ტელევიზიიდან ვარ. შენი სახელი? კობა. კობა? ვა, კობა. შენა? სინხუ. სინხუ. საიდან ახართ? ჩინელი. ჩინეთი? აი რომელი? პეკინი? ფუჯიან. 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 ვა, რა კაია. გავათვალიერებ, აბა შეიძლება რაღაც ვიყიდო. ოკეი, ნახე. ნახე. ვა, ნახე. გამარჯობა. თქვენ ჩინელი არ ახართ, ხო? ამათთან მუშაობთ? კი. ქართული ტრადიცია არის? მიჭმა. ეს რა ღირს? ეს რა ღირს? აი ესა. მიხდება? ესა. ხო. რა ღირს რა? რამდენი ღირს? რამდენი? 6. 6 5-ად მომეცი რა? 5-ად, ხო. აჰა. ნაიკია, ნაღდია? ნაღდია, ნამდვილია? ფირმაა? არის. მოგწონს საქართველო? რა არის კაი აბა საქართველოში? მითხარი აბა. ხარგი კაი. ხალხი კაია? მართლა? კი. ჩინეთშიც კაი ხალხია, კაცო. ხო. ეს მუსეო ცოტა. რა? ეს მუსეო. მუშაობა არ არის. რატო არ არის? ეს ფული არა. ეს ცოტავანი ეს ფული ცოტა. მუშაობა არ არის, ფული არ არის. აი დღეში რამდენს ვაჭრობ, საიდუმლო თუ არ არის? არა, ეს მუსეო ეს. 100 ლარი? არა, ეს 100 ლარი. 100 ლარი არა, 50? ო, ეგრე რა, სადღაც, ხო? ვა, რა უნდა უშორო მაგას, ცოტა. კარგად იყავი. კობა, კარგად. როგორ არის ჩინურად ნახვამდის? ნიჰაო. მიხდება ხუდი? და აი, ო, ეგეც მართალია. რა შენობაა ბებო ესა? გამგეობა, ხო? კაი, ბებო. გამარჯობა. კომპიუტერ თამაშობთ? მეც ვთამაშობ რა. კაი, გამარჯობა. გამარჯობა, როგორ გძანდეთ? არავინ არის, ყველა შემოვედით. შალვა. აქ რა ხდება, რა არის? გამგეობა. ვინმე პასუხისმგებელი პირი რომ დაველაპარაკო, მაინტერესებს როგორ ცხოვრობს ხალხი. სხვათ შორის ზოგიერთმა თქვა, ბევრმა ვისაც გავესაუბრეთ, რომ კმაყოფილები ვართო. ხო და ვინმე რომ აბარა კი, ზოგი უკმაყოფილოც იქნება. თქვენ სახელი? თქვენ პასუხისმგებელი პირი მზადებით? ой, არა. ხო და ისა, ვინ შეიძლება დაველაპარაკო, მაღლავიდე? არ ვიცი. აქ მუშაობთ? არა. აქ შემოხვედით და კომპიუტერთან დაძეგეთ სათამაშოდ? რა თამაში არის? არ ვქნი. ეს მაგარი თამაშია. დაი, მადლობა, გაიხარე. უკაცრავად დიდი ბოდიში გამარჯობათ. ეთყობა იმას ვეძებ, რა ქვია. პასუხისმგებელ პირებს გამგეობაში რა. მეორეზე ავიდე, ხო? უკაცრავად დიდი ბოდიში. რა ტრენინგია ბოდიში რო გითხოთ და გავქრებით.
აი, всё, კარგი, მადლობ, დიდი მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? აქ რა ხდება, რა არის? სუეთეთი გაყოფილი. რა გაყოფილება, ჰა? სამეურნეო სხვადასხვა ყორაევი ვინდანები? დღეს იმშობია. მოულოცეთ ჩემგანას. ბიჭი გავუშტათ თუ გოგო? ბიჭი. თქვენ დევნილები ხარ? აჰა, всё. ჩინელების მაღაზია ნახე იქ და ისა. მომეწონა რა ეს? ხო, მარა, ისაო, რა ქვია. რა ხო? ჰა? ხო, მარა, ვერ ვაჭრობენ და შეიძლება წავიდენ მალე რა. როგორი ვაჭრებებით? ჰა? რა არის მან რა უნდა იყო? აი მე ვიყიდე ქუდი. თუ არა, ჩვენ ქუდია. შინა გაჩუქო? გაჩუქე. ზუგი გაჩუქე. აჰა, ჩემი ქუდი გაჩუქეშე. აი, წავედი, დაბა გავიარე. მე მაჩუქეთ. თქვენ გაჩუქო? ხო, რა იმას რატო არ ვაჩუქო? იმას არ უნდა. თქვენი სახელი? ნანა გათენაშვილი. ნანა, ამ ხელისუფლების მომხრე ხართ თქვენ თუ მოწინააღმდეგე თუ ნეიტრალური? ნეიტრალური. აი, მაშინ ნეიტრალური. არაფერი. ნეიტრალური. შუ? არა, არ იწერება ნანა, რა მომიტანეთ? და ნუ ამ ხელისუფლებას ესეც არ უვარდება. ჩაწერილია ყველაფერი. ყველაფერი ჩავწერე. ეს ხუმრობით. არ გინდა ეხა ეს. არ გინდა. რას მაძლევთ რა? როგორ დავწერე? ანუ ეს ქუდი იყიდეთ თქვენ ჩინური და რა ჩემი ბრალია, ყველაფერი კაია, ხო ხედავთ? აჰა. აი, რა მეწეს ბატონ ჩემო, იცით? აი, იქ რო ის არის, რა ქვია, პრეზიდენტის რეზიდენცია. იქ ახლა რა არის? თქვენ არ გეკუთვნით ეგა? ინფორმაციაც არა გაქვთ რა არის? დაახლოებით მე ვიცი რომ მანდარის გახსნილი მუსიკალური ბავშვებს ასწავლია სახელოვნო სკოლა და რაღაცები. აი ნივაში ბიჭები მეცნენ და ვინ არიან? ვიცნობ მე მგონი. არ ვიცი. არ იცნობ თქვენ? არ ვიცი გენერში. შეიძლება სააკაშვილის ხალხი არიან, რა ვიცი. ხო, რა იცით რო იქ? რა ვიცი, ო მთავრობა აქ არის და რა იქნება, მაგრამ მოგწონს სააკაშვილი. მოგწონს, როგორ უნდა მოგწონდეს, შეგაიგაცო, ევროკავშირმა ფული გამოგვიყო ერთი მეორე და შეგვიჭამა და წაიღო და წაილვე დაგხვდება, გადაგხვდება მითხარი. ხო? ხო, მითხარი, 1.600.200 კაცი ვარ დარჩენილი მითხარი. სანახებო კაცია ეგ მითხარი. აი ესე გაჭირებულ კაცი. არ ვიცი, რა ზოგი ძახის მოგწონს აქ ვინც გავა. გაზე მოგწონს მითხარი. საიდან ახლა? საიდან რა ლენინგორიდან ვარ. ახალგორიდან ვარ. და არა ხარ მოყოფილი. როგორ შენი აზრით ფული შეგიჭამეს. აბამბარაკრის მასაც აიღო, ვინც აიღო, უმაგისოთ მე შეჭამ სხვა. აი გეკითხები გამეცი პასუხი მითხარი. უმაგისოთ სხვა ვინმე შეჭამს რაღაცა. ქურდი, ყაჭაყი, ბანდიტი, სუყდა დაიჭირეს ეგ დეცაც ავიდა კიდე და კორუფციას ადარი. შენ კონკრეტულად რითი ხარ უკმაყოფილო ძიაკაც? უკმაყოფილო? ვიღაცა გვაჩუქა ეს ფული აი ზოგ სახლი მისად. მე კითხე აგერ გამგეობის რა უნდა თავზე. კითხე მაგათი კუდები არიან სუყდა ვის რა უნდა კითხო მითხარი. გაციცონარი ერთმანეთი კავშირი აქვს და უნდა უთხრა. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგად. თქვენ კარგად. მაყოფილი ხართ აქაურობით? თავრობით? თავრობითაც მაყოფილი ვარ და ადგილობრივი. აი თავრობითაც მაყოფილია ეს კაცი. მაყოფილია, შენ რომ მეუბნებოდი არა ვარ თქ მაყოფილია. ხალხი ყავს და იმითი ვარ წაქცეულები და დაქცეულები და საქართველოს. იმდენი აფერისტი ხალხი ყავს რომ მაგდოვარ დაქცეულები. კაი, გასაგებია. ამოერთი მივასაც ჩავარდ. ნელი გაზით ქედი, ნელი გაზით. ნელი გაზით წავა უკვე. თამაში ჩვენ დევნით ნივას. რაზე მოხვედრით? და ვიცი, სიტუაცია მაინტერესებს რომ ნახო. გაინტერესება. რო გაინტერესებ, დადიხარ და თქვენ იმას ასრულებთ. რატო ხალხს არ ეხმარებით არაფრით? მე როგორ უნდა დავეხმარო? ჟურნალისტი ვარ. გამობრაკული ცხრებივით რო გამოგვრეკეს, ბალახიც არ არის რომ შემჭამოთ. იცით თქვენა? რა ვიცი, არ მელაპარაკება ხალხი. ეხლა თქვენ მითხარით. მილიანი მოვა დაათვალიერებს აგებ გამგებს ბელცა და საბავშვო მასა კაი შენობა და ხალხი კარგად აცხოვრობენ. თვითონ თავიანთ ჯიბეებს იმდიდრებენ. არ ვიცი ხარ თუ მე ვიყავ. ყველაფერს უკმაყოფილო ვარ. თქვენ სახელი უკაცრავად?
ნინიკო. ქალბატონი ნინიკო. ნინიკო. აი გაკოცე ნინიკო. აკაცე კარგად თქვით ნინიკო. სულ ნინიკო იყავით. აი შვილო. ხო გენაცა. რომ მოდიხართ და თქვენ არა ჩვენ ჟურნალისტები ვართ. ვიცი რომ როგორ უნდა დავეხმარო? ჩვენ შეგვიძლია სიმართლე რო უთხრა ხალხს. ჟურნალისტი ყველანაირად ეხმარ იმასა სააკაშვილის მემადრიელები. და სუბელიას არა? სააკაშვილის ბევრი მჭამლები ჰყავს. არ იცის რო ესეთ სიტუაცია. დიახ. აი ხა მაშინ ეხლა გარწმუნებთ ჩემგანაცემას უყურებს მიშა და აი ამ კამერაში პირდაპირ რაც გინდათ ის უთხარით მით რა უნდა უთხრა? რაც გინდათ რა დაგვეხმარნენ აგე ელაპარაკ მიშა მშვრები ვართ ხალხი კაცო და რატო არ გვეხმარებიან ჩვენ არაფერსა მიშა გაიგე მიშა არა ის გრიშა მიშა ეს არის აი ძირფოს ტელემაყურებლებო იმდინარეობს დევნა ახო დაბა ჩვენ ყავს გადლიერებული მოტორით მიცუბიში კარიზმა და მიცუბიში კარიზმა მოევა დაიწყება, მიდი მალე. ოპა, გამარჯობა, დახმარება ხო არ გინდათ? ხო არ მოგეხმაროთ? ხო არ მოგეხმაროთ? რატომ მეჭხუბები რა? მე დაგდე, ჩემთვის დავდივარ. მოგეხმაროთ? მოდი რა მოგეხმაროთ რა. ვაი. აუ. არა მართლა ხო ბიჭებო მოგეხმარებით თუ გინდათ რა. სადაც გეჩქარებული. კამერები გასტი ჯიგარო რა შეიძლება. სადიმეთი გეუბნები თქო რა გაგვეცალე რა ძმობას გა. რატო არ შეიძლება გადაღება? ხა? ვერ გავიგე არ მესმის. ხო და არ შეიძლება გადაღება? რატო? რატო არ შეიძლება? დალაპარაკება გვინდა რა. კამერები გამორთე ძმო, გეუბნები. რატო უნდა გამორთო კამერები? კამერები გამორთე ძმო. ძმაო, დალაპარაკება გამორთე. კამერები გამორთე. რატო უნდა გამორთო? ერთი წუთი, დაი. ხედი გაწი. შენ უმეძალავები. კამერები გამორთე. შენ უმეძალავები. შენ არ გიგე. რატო არ შეიძლება რომ გადავიღო? შენი ჭირიმე, მითხარი რა. სამტროდ მოვედი, შეურაცხყოფა მოგაყენე თუ რა? ჰა? მითხარ, შეურაცხყოფა მოგაყენე ძმაო, რამე გითხარი? არ მინდა კამერები შემოწმო, რა ფოტოები რა. ჰა? არ უნდა და რა. რა არის? უკაცრავად დიდი ბოდიში. ძალაზე ხარ? ძალაზე ხარ? ძალა შარი მინდა რა? მე მუქრები? მე მუქრები? ჩემო ძმაო, მე მუქრები? შეშვებული არა ვარ, აგერ დგავარ ხმას არ აქვს. კი. რაღაცა უნდა შეგატყობინოთ. ბატონო? მიგზანდებით მე. შალვა რამიშვილი. კი ბატონო, უფროს მოახსენებ და ახლა გამოგხედოთ. ბატონო. აქ რო დაველოდოთ ხო შეიძლება? კიდეთ. გამარჯობა. რაღაცა პატარა პრობლემა გაგვიშთა და გვინდა რომ მოუყვეთ რა. გადაღების დროს გაგვიშთა პატარა პრობლემა და რა გადახდება შემოსული. კარგით, გარეთ რო დადგნენ? კარგით, გარეთ დადგეს კამერები, დადგეს გარეთ. გარეთ დადგება კამერა.
სო, დადგე გარეთ არის კამერები. არ შეიძლება გარეთ მეკითხა გადაღება. ერთი წუთით, უკაცრავად შეიძლება დამენახოთ? დაგენახოთ კამერა. მოგზანდით თუ შეიძლება გამარჯობა. ერთი წუთი ხელმძღვანელობა დაურეკეთ. ხო, დაურეკეთ ხელმძღვანელობას მაშინ. თვითონ ოფისში არ შემოვდივართ და გარეთ გასაგებია არ გარეთ შეიძლება. არა, უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში. გარეთ გადაღება არ შეიძლება, ეს მე მგონი მართალი არ ბრძანდებით, იმიტომ რომ გამჭვირვალე, იმიტომ არის ეს შენობები, რომ ჩვენ დავინახოთ შიგნით რა ხდება, ხო მართალია? არა, გასაგებია. ანცხადება შევავს. ჩაო. ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ მოვედით სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში. დაცვა არ არის, ხეივანიც არ არის. არავინ არ არის საერთოდ. არის ვინმე? ვა, ვაფშე არავინ არ არის. საერთოდ არავინ არ არის. ეგეთი რამე არ მინახავს. დარაჯიც არ აქვს აქ. გამარჯობა. ღია იყო და შემოვედით, ყველაფერი ღია იყო იქით შემოსასვლელში. არა, გელა. რა ხდება ბატონო გელა აქ? რა ფუნქცია აქვს ახლა ამ რეზიდენციას? არა, თქვენ ვინ აბზენდები? შალვა რამიშვილი ჟურნალისტი. კი ბატონო, მე შემოსულება შეიძლება. არა, კი გავდივართ, გავალთ. ხო, ერთი წუთი გამორთის არა, ერთი წუთი გენაცვალი. გამორთეთ ყველაფერი კაცო. გამორთულია, მოიცა ახლა მომისმინე. აგიხსნა. დამშვიდი. ვინ ახლა არ შეიძლება შემოხვიდეთ. ნებართ მოიტანოთ და შემოხვიდეთ ისე. ხო, მაგრამ არავინ არ იდგა კარებში და გვეკითხა. რა მნიშვნელობა კარებში იდგა თუ რა აქ? კაი, ძია კაცო, ნუმერში რა გეხვეწე. შენ შემოგევლე, შალიკო, არა შეიძლება. შენი სახელი? შეიძლება სამსახურდა შენი სახელი? ნუ იღებ მეთქი, ბიჭო, რა გითხარი? ნუყვირი ხარ. ნუყვირი ხარ. აკრძალული გვაქვს, შენ შემოგევლე, ძმო. ნუ მიყვირი ხარ. კარგი ყვირი ვარ, კაც გევლებ კაცურა, დაატოვე მეთქი იგა და კიდე. მივდივართ, ხო? კარგი. კითხვებზე პასუხს არ გამცემ? არაფერი პასუხი არ იქნება. არ უბრალოდ ტოლულებს უნდა ეცხოვრათ აქ და მაინტერესებს ცხოვრობენ თუ არა. კი არ უნდა ეცხოვრო. ხო, აბა რა უნდა გაეკეთებინათ? აქ გაკვეთილებს ატარებენ. სად არიან, აბა რატო არ ატარებენ? ეხლა დილადრიან. კაი, გასაგებია, კაი. კარგად იყავით? ნახეთ როგორ ატარებენ გაკვეთილებს კი. არც ერთი მასწავლებელი აქ არ არის გაკვეთილს ვინც ატარებს? არ ვიცი, ჩვენ დაგება საქმეში არა. ვინ არის უფროსი საერთოდ? რეზიდენციის უფროსი ვინ არის ახლა? რეზიდენცია აღარ არსებობს აქ. აბა რა არის? ეს რეზიდენცია აღარ არის. ეს ეკუთვნის თავდაცვის თავდაცვის ეკუთვნის? მიშა თავდაცვის სამინისტროს გადასცა? რამდენი ხანი? უი, აბა მე მეგონა ტოლულებს გადასცა და თურმე თავდაცვის სამინისტროს გადასცა, არ ვიცი. ტოლულებს. ხო და ეხა თავდაცვის სამინისტროა? ის კურირებს. ის კურირებს. კაია. არ ვიცოდი გენაცვალი, არაფერი არ ვიცოდი რა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამ რეზიდენციას კურირებს თავდაცვის სამინისტრო. კაცი შვილი არ არის ბრაზილიანი მებაღეების გარდა, რომლებიც გვაგდებენ. თქვენს გარდა კაცი შვილი არ არის. მასწავლებლები, რომლებიც ტოლულებს უნდა ასწავლიდნენ ტოლულ ბავშვებს, თავდაცვის სამინისტროს მესეურები არ არიან. ამიტომ მივდივართ, თქვენ არ გერჩით. დავაგია, ჩვენი რეზიდენცია კი აქვს თავდაცვის სამინისტროს. დაცვა არ აქვს სადღაც საერთოდ აქ. ჩვენ ვართ აქ სამოქალაქო ხალხი ვართ. დაცვა აი ამ წუთში გამოვედი იქიდან და ეხლა შევდახვალ იმას გამოვშვებ ტელევიზიაში და სამსახურიდან ამოხს. მაგიზე დავატოვე. რა ვქნა, შენი საქმე აქვს, მე ჩემი, რა გიყო აბა. მე მეგონა რომ ტოლულების შეგაიგაცო შენა. გულ შემოდიხარ ან ძაღლი ან გიგვინოს რა რაღაცა. ძაღლს იმას ვქენი, რა ქვია, მოვიფერი შემომიშვა. მე ძაღლს უყვარ, 4 ფეხებს ვაღო. ჯიში გამაყიან დავაგებ ეხლა შუბში. მაგარი საიტი, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მიშა სააკაშვილის ოფიციალური საიტი და ვკითხულობთ აი ამ საიტზე. ამ საიტზე ვკითხულობთ, რომ ხარჯების შემცირება და კამრების მოჭერა უნდა შეეხოს პრეზიდენტის ინსტიტუტსაც. ამიტომ მე მივიღე გაწყვეტილება პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციად წეროვანში, რომელშიც ბევრი მთავრობის წევრია ნაყოფი და ამასთანავე ჟურნალისტებიც ყავდა, რომელშიც გავატარე ბოლო ზაფხულის უმეტესი ნაწილი და ხშირად ვიმყოფები ხოლმე, გადაკეთდეს საბავშვო ბაღად და მოხმარდეს წეროვანში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაზარალებულ მოსახლეობას. ნუ როგორ გადაკეთდა ის საბავშვო ბაღად და როგორ ხმარდება ის ტოლულებს ეს ჩვენ ვიხილეთ. ასია ძვირფასო ტელემაყურებლებო და ჩემო ძვირფასო მიშა, ვიცი რომ უყურებ ჩვენს გადაცემას. მოდი რა, ამჯერად მართლა მიეცი ტეროვანში ეს შენი რეზიდენცია ტოლულებს, რაც დაპირდი ის შეასრულე და ზოგადად ჭკუით იყავი.
ამით ჩვენ ვამთავრებთ ჩვენს აკრედიტაციის გარეშეს. ორშაბათს შევხვდებით ერთმანეთს ძვირფასო ტელემაყურებლებო.